ეგოზე მინდა ჩაგიწეროთ ვიდეო სატურნულ ენერგიაზე, პასუხისგებლობებზე, რომელსაც სატურნი და ლილიტი ჩვენთან აი ამ ეგო ფუნქციებს განსაზღვრავს კიდევ უფრო ღრმა ცნობიერში. ეს არის სატურნული ენერგია, როდესაც მე რაღაცნაირად დავიმკვიდრო მინდა ადგილი ამ სოციუმში და აქ რაღაც სიამაყე მოდის, აქ რაღაც ღირსების შეგრძნება მოდის, აქ რაღაც ესეთი სოციუმში რო საჭირო ხარ ამის აუცილებლობის შეგრძნება მოდის, ხო, სატურნელი ენერგია და ნუ მე იქ შემთხვევაში გადავდივართ, ანუ რაღაც მიჯაჭვულობებში და შიშებში და ამ შემდეგ. ეხლა ცოტა ფსიქოლოგიურად მინდა ამ ყველაფერს მოვუაროთ. აი რა არის ჩვენთან ასტროლოგიურად და ფსიქოლოგიურად რო ჩავთოთ აი სატურნული ენერგიები, მიჯაჭვულობები აქედან გამომდინარე და ძალიან მარტივ ადამიანურ ენაზე ავხსნი. მე როგორ უყურებ ამ ყველაფერს, აი მაგალითად ხშირად არის აი სოციალური პლანეტები გადაჯაჭვული სხვებთან, სხვების ქცევასთან, ხო? ნუ იქ არის შემთხვევაში რომ მე რაღაც მინდოდა და არ მაქვს, ეს ტკივილი არის ზოგადად არაცნობიერში რომ ჩავიდეთ. ოღონდ ქვეცნობიერად ვიცი რომ არა მაქვს, შეიძლება ცნობიერად ეს არ ვიცოდი. და ყველაზე საინტერესო აქ მოდის ის, რომ ამავე დროს ჩვენ სხვების ქცევასაც ვიღებთ ხოლმე პასუხისგებლობას. არა და აი კარგი სატურნი, ესე რომ ვთქვათ, კარგი ისეთი ჩანსაღი პასუხისგებლობის გრძნობები, ყოველთვის გამიჯნავს სხვების ქცევა, სხვების ქცევა არის, ჩემი ქცევა არის, ხო? აი მაგალითად ხშირად მოდიან, რომ აი რაღაც სიყვარულში უარყვეს მაგალითად, ხო? და იქ რაღაც უდად მოექცნენ და ან თავად ვარდებათ თვითშეფასება. როდესაც აი ესე გავდივართ ხოლმე, აი რატომღაც სხვების ქცევაზე, მაგალითად იქ ოჯახი იქნება, იქ საყვარელი ადამიანი, იქ შვილი თუ ამ ადამიანებს, ანუ ჩვენ გვეხება ხოლმე შინაგანად, ჩვენ გვვარდებათ იქ თვითშეფასება, ან ჩვენ შევდივართ რაღაც ფრუსტრაციაში და განცდებში, ნებისმიერ ქცევას გეუბნებით, რომელიც ჩვენთვის ამტკინოულია, ან რაღაცნაირად მორალთან ძალიან შორს არის ჩვენ ღირებულებებთან შორს არის. როდესაც ახლა სატურნის თემაზე ვლაპარაკობთ, აი მანდაც უნდა გავითვალისწინოთ, რომელ დონეზე არის ადამიანი, ხო? აი, როდესაც იქცევა ან მანიპულატორთან აქვს საქმე მაგალითად, ხო? აი განსაკუთრებით მოდიან ხოლმე აი მშობლებთან რო იყო რაღაცა ესეთი, ან და-ძმასთან იყო ესეთი მანიპულირება მაგალითად, ან რაღაც ესეთი ნარცისული ხასიათი, ხო, რომ ეს არაემპათიური ნარცისული ხასიათი ძალიან ხშირი არის ხოლმე ნარცისული ურთიერთობებიც მაგალითად პირად ურთიერთობებში, მაგალითად რომ მთლიანად მოკაჩვა საკუთარი თავისკენ მთელი ტერიტორიის და არანაირი ემპათია, არანაირი გაგება, მეორე მხარის თამაშები გარკვეულწილად, ეს ემოციური თამაშები სხვა ადამიანებზე. ასეთ დროსაც მოდის რა იცით, აი თქვათ რომ ადამიანს უარდება თვითშეფასება,